არ გაყიდოდნენ საქართველოს. ხვალ რუსეთში გაიღვიძე. მე როგორ შეიძლება რუსულ რეჟიმს თავი დავუხარო? ჩვენ ჩამოვედით ყველაზე თბილ რეგიონში გურიაში, რათა გავიგოთ მოსახლეობა თუ როგორ ცხოვრობს, მათი ყოველდღიურობა, მათი ყოფა, რა უჭირთ, რა ულხინთ. და გურიაში გეყოლებათ ახალი წყალი დათუნა და თაკო და ამიტომაც წამოვყვებით ჩვენთან ერთად და იმოგზავრეთ გურიაში. გამოხედავ სპინძელო და ჭიქაწყალი მწყურია. გოგოვიდა მიგანა და ყოფილა გურია. შეხედე და ელდა მეცა და განასად მე ვიჩქარი. აგერ ახლოს დაბრძანდიო და გამომიღო და ჭიშკარი. შენი გამარჯობა. სიხარულია რა ყოფილა ამ სახლში ჩემი დედა ცხოვრობდა და გადაიცვალა 80 წლის. მუშაობდა აქ იყო ჩაის ფაბრიკა და დღესაც გვპირდებიან ამ სახლის გაფორმებას. სადაც მიწები მქონდა აზომილი, ის ფაბრიკას ეკუთვნოდაო და სახელმწიფო. ეს სახელმწიფოში არ ვცხოვრობ. ხო ვცხოვრობ, არა? მას რომ უნდა ხმა ხო მივეცით, ხო დაუდექით გვერდში. ჩვენ რატო არ გვიფორმებენ ახლა? მიეცით ამარჩენებზე ხმა და ხო, აბა არ მივეცით? აბა როგორ გავიდენ თუ არ მივეცით ხმა? თქვენ მარტო ცხოვრობთ? არა, მე ჩემთან ერთად ძმა ცხოვრობს. შვილები ახალგაზრდები რა შვებიან? ბიჭი მუშაობს და რძალი და ერთი შვილი ყავთ და ირჩენენ თავს, ქირით ცხოვრობენ ბათუმში. აქ არაფერი არა, ქარხანა არა, ჩაი არა, ყანები არ ითესება არაფერი. არა და რესურსი აქვს სოფელს. ხო, აქვს. არაფერი. სოფლის ხალხს არ უწყობენ იმით ხელს, რომ რაღაცა ადამიანმა შეპირება კარგად იწერო. ყველაფერს გაგიკეთებთო. მათ ხო აქვთ კაი ხელფასები. მე მაქვს რა 370 ლარი. მითხარი რა ვიყიდო 370 ლარი. ხო, პროდუქტებზე ხან ამბობენ მოიმატავ, ხან ხო, დაიკლო. ხან დაიკლო, ხან მოიმატა. დითოლობა იყო გურიაში. ხო, კი. შეეხო ხო თქვენს რაიონ ხო, სოფელს? აი ერთი შეეხო დითოლობა გასკდა ის ბალკები ესენი გაფუჭდა და დაგვენგრა სახლი თავზე და ეს ერთი გადაგვიხურენ და უნდა მისცეთო ეხლაო ივანიშვილს ხმა, იმიტომ რომ სახლი გადაგვიხურა. ახალგაზრდები თუ არიან? სოფელში. არა, ნამდვილად. ახლა აქანი რომ მოვკვდე, სანამ ჩემი ძმა არ მოვა სახლში, ხო? ვერავინ ვერ მნახავს, მეზობელიც არა. აი ერთი მეზობელია აგერ და всё. და რამ გამოიწვია სოფლის და გენაცვალეთ, სამსახური არა. რამე შეყავათი არა და რა უნდა ახალგაზრდები წასულია ყველა. კარგსაც მოესწარი და ცუდსაც. რა ისეთი კარგი როგორიც იყო. აქ იმხელა ფაბრიკა იყო, რომ 100 ტონა ჩაიმუშაობდა, ხალხი ფულში იხჩობოდა. თული დღეების მიუხედავად, იმეც რაში ხედავთ სამომავლოდ? არაფერში არ ხედავ იმედს. სადა იმედი? არც ახალგაზრდებში. იმედი არჩევნები რო იყო, მაშინ მქონდა. იქნება ყველაფერი იქნება. მაგრამ არა დედი. თუმცა რამდენი არჩევნები გავიდა ასე იმედის მოლოდინში? 12 წელი, მე 13 14 წელი გავიდა. 14 კლავარესი. დია კარგი იყო თქვენთან. კარგად იყავით და იცოდეთ ივანიშვილთან გაბარებ იცოდი. უთხარი გამოაკეთე დრო, თორე წახვალთქო უთხარი. წავა მალე ივანიშვილი. ნახოთ თქვენი დამსახურება იქნება მაინც. გაიხარ. თორე მეორეჯერ რო ჩამეერთაგანი აღარ დაგელაპარაკებით იცოდე. გაიხარ. ეგეთ მოდი შემოკარგი. მოდი ჩემო ლამაზ. ეს დაგივარდა. რაცაკ მოაკ დაიჭრე თორე აზიარა. შეიძლება? როგორც ვატყო ფეხი ტკივო. ფეხი გული, რა ვიცი. მერე? გულიც მაწუხებს. არ ვინმე არ მოვიდა, არ დაგეხმარათ. ახმარები. შეღავათი. შეღავათი რა ვიცი, როგორც პენსიონერიო. ვიცი, 12 დღე და 400 ლარი მანძი გადამახცია.
წამალი საგიდელი მქონდა კიდევ. რითი გაგაქვთ თავით რა არის თქვენი საარსებო წყარო? ესია და ბავშვები დახმარება ამედი არაფერი არ ვარ. ახალგაზრდები არიან სოფელში? დაკლებათ რა უფრო მეტი გარბის. ჩემი მაგალითად იტალიაში ერთი. მიზეზი? მიზეზი აღარ ვიცი არ მოწონს ახლა კი მოწონს საქართველოს კი არ მოწონს რა. ის არ უყარს. ხო ყველას უყარს საქართველოს. გაუშვება დაიბადა. არჩევნების დროს არ მოვიდნენ მართველი პარტია? არჩევნების დროს ყველა მოდის. რაულა დაგვირდნენ. აგვირდები ყველაფერი იქნებოდა და. მიტოვებულია ბევრი სახლი. მიტოვებული სვედი რა, კუთხეში 10-15 მარტო აგერა პატარა მაშინ. ბევრია მიტოვებული. ნუ მცირეწლოვანი ბავშვები თუ ყავს სკოლაში რომლების დადიან? კი, შვილიშვილე. რომელ სკოლაში დადიან? აქ როგორც ვიცი 4 წელი არისო რემონტდება. რა სკოლა? კი, რემონტდება რა ჯერ შლიან და არ დაადგა საშველი დაშლას. რომ დაიშლა მე როდესაც აწყობენ მინიცეს. ანუ სოფელს აქვს სკოლა, თუმცა ბავშვები ვერ დადიან და მეორე სოფელში აი რამდენი ხანი გზას, რამდენი ხანს ანდომებენ ბავშვები? ნახევარსაც ალბათ. იქეთ ნახევარი აქეთ. ტრანსპორტი თუ? ტრანსპორტი თვითონ გამსახურე. გამგებელთან ვიყავით მისული და არ დაგხვდა. გამგებელი, აი გამგებელი ვიყავს და თქვია სიმართლე თქვა. ასე არის გამგებელი. ხო და ეს მაინტერესებს ჩვენ ახლა რამდენიმე სოფელში ვიყავით აქამდე სხვა რეგიონებში. ყველა მოსახლეობის თითოეული წევრი ამბობს რომ გამგებელი კარგია, მაგრამ რა ქნას? აბა ვინ უნდა ქნას? ვინ უნდა ქნა და თავრობა ქნას, უნდა. თავრობა, რა ვიცი, რა შოვა. გამგებელი ხო თავრობას აკომდებარება მაინც. ხო, აბა ვის. მერე მიიტანა, რომ მიიტანოს მერე ვიზია რა. მიიტანა და გამუშვებენ ცარიეცა. დაპირდებია. საკვების მოსამარაგებლად აი კვირიდან კვირამდე სად დადიხართ? ოზურგეთში შევდივართ, ოზურგეთში. 15 კილომეტრი აქედან. ჩვენ გითხრას თქვენო კარგსა ვერაფერს ვერ ხედავთო, თორე ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება, უბრალოდ თქვენ დანახვა არ გინდათო. ნახვა აგერ ვცხოვრო მე და ხედულობა აი მაქვს. და ზრუნვაც კი მაგონია. აი თქვენამდე ერთი 10 წუთის გზა გაშორებთ იმ ქალბატონმა, რომელმაც ეს გითხრა. კარგად რა მე რა სკოლა არა, წყალი არ გვაქვს. კარგად აი შუქი არის ფოლობოლო. და გზა ხრეშიანი გზაც რო იყოს გევლი კაც სხვა რამეს მოუარო. ეს არ გეგონოთ რომელიმე საშინელებათა ფილმის გადასაღები მოედანი. ეს არის სოფელ ნაგომარის ისტორიული პოეზიის სასახლე. და ასე გამოიყურება ქართული ოცნების პირობებში. ეს სასახლე ოდესღაც გურიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ადგილი იყო. აქ თავს იყრიდა ძალიან ბევრი ჩვენთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის იყო აკაკი წერეთელი. თუმცა ჩვენ ვხედავთ დღევანდელი მთავრობის პირობებში, იმ მთავრობის პირობებში, რომლისთვის მთავარი კამპანია საწარმოებდა იმაზე, რომ ყველაზე მეტად ყურადღებას მიაქცევდნენ კულტურას და კულტურულ ძეგლებს, დღეს მათი მთავრობის პირობებში გამოიყურება სწორედ ასე. ახალგაზრდა არ შემხვედრია. აქ შემხვდით თქვენ? ძირითადად ეხა იქ არიან ქალაქებში არიან ჩვენც მაგალითად ქალაქში მოღვაწეობთ სპორტსმენები. ამ სპორტსმენი ვარ მეც ბათუმში ვარ, ესენ თბილისში არიან სტუდენტები არიან და ეხა ჩამოდივარ სოფელში დასასვენებლად ხოლმე. ტრანსპორტით ხარ დაკავებული? MMA. შენი წარმატებები. მადლობა ეხეთ. არის იმის პირობები, რომ ახალგაზრდა დარჩეს სოფელში, განვითარდეს, სამსახური იშოვოს, ისწავლოს. არ არის რა ვთქვათ რომ არისო არ არის. მაგრამ არის სხვა მაგალითად ბევრი რა მაგალითად სოფლის მეურნეობა სხვადასხვა საქმიანობა ერთით შეუძლია დაკავდეს მაგალითად და წარმატებას იქაც მიაღწიოს. პრობლემაში დააში თუ შევხვით სადმე აი სალამ. ჩვენ ახლა მოვედით ნაგომარის გამგეობასთან. არის 15 საათი და 31 წუთი. რათა გავესაუბროთ სოფლის გამგებელს. და ვნახოთ თუ რას გვეტყვის იმ პრობლემებზე, რაც სოფელში მაცხოვრებლებმა გვითხრეს. გამგეობა საით ნახოთ? უშედეგოთ. სამუშაო საათია 15:34. აი ფარდა გაწიეს. საითა გამგებელი? გამგეობა.
დაურეკავ ახლა. სამუშაო საათები ახლა ხო არის მუშაობენ? კი, მაგრამ გასულია ეხლა. გამგებელია თუ გამგებელის მოადგილე და ყველა გამგების მოადგილე. და არავინ არ არის ახლა? ამ წუთში არავინ არ არის გასულებია, მე მგონი იქ არიან დაბარებულო ზურგეთში. კარი დაკეტილი. რამე ღონისძიება ოზურგეთში? არ ვიცი რატომ არის. რა გადავცე რომ მოვა? არბოდ გასაუბრება გსურდა და სამუშაო საათში არც ერთი გამგეობის თანამშრომელი არ არის. ჩვენთან ძალიან კარგი პირადად ჩვენ სოფელში ჩვენივრად არიან. მოსახლეობას რო გავესაუბრე და ეგრე არის. მომისმინე ჩემო კარგო, მოცვებია, თხილებია და ეხლა უფრო დასაქმებულია ხალხი, დაზე მიკრო ჩაის ფაბრიკებია და რა ვიცი. ამ წუთში ძალიან კარგად არიან და მე არ ვიცი რა იქნება. გამოვიარეთ მოსახლეობა შევხვდი, სადაც წყალი არ არის. წყალიც იქნება უკვირდებიან და ალბათ იქნება და გზებიც 14 წელი გავიდა, რაც მართლობაში არის ქართული. გზები ძალიან კარგი გაკეთდა ბიჭებო. გზები დაგპატიჟებ ჩემთან წავედი და გაჩვენეთ როგორი გზები გაკეთდა. გაზი არის, გზა არის. წყალიც იქნება. იქნება წყალიც. სუპერმარკეტი არ არის. სუპერმარკეტი იხსნება, აი. იფლის პურებია და ეხლა იხსნება კიდე არ ვიცი ზუსტად რომელი. ახალგაზრდები 120 ადამიანი რო არის დაჭერილი, ახალგაზრდები 18, 19, 20, 21 წლის ბიჭები, გოგოები რო არიან, მზი ამაღლობელი რო დაჭერილი. მაინტერესებს, აი მაღაზე რა სიტყვით? თქვენი აზრი რა არის? მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეთანხმებით? არ ვიცი რა ვთქვა, ხათ უთხარი შენ. 14 წელი იყო საქართველოს ისტორიაში რომელიმე მთავრობა? მაგრამ ეს მთავრობა ეთყობა ძალიან კარგია ჩვენთვის და დანიშნულია მდეხანს. სახელმწიფო შემდგარია, ხომ? სახელმწიფო შემდგარია. რითია შემდგარი სახელმწიფო? ჯერ ერთი ის რომ პოლიტიკა ისე მიდის რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ. ქვეყანაში მშვიდობა. მოიხედეთ აღმოსავლეთში რა ამბავია. უკრაინა თვალწინ გვაქვს შვილო. გაუფრთხილდეთ თქვენ სწავით ვაჟკაცებს. რომლებიც ციხეში არიან. ციხეში არა, არ მივესალმები ნამდვილად ციხეში ყოფნას, მაგრამ რაღაცა ზღვარიც არის. ის გადატრიალებაც, ის ვარდების რევოლუციაც მინახი, ეს ყველაფერი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და ეხლა კაცო სწორ ელზე დგას. ცოტა ვიაზრუნოთ, მე არც ევროპა მეგულება რუსეთთან, იმათ რა ქვია, მეგობრად, არც ჩრდილოეთი, არც აღმოსავლეთი, დამყრობია ეს ევროკავშირისაც რო უძახით თქვენ. იცით რამდენი რაღაც ვინ დაიპყრო ევროკავშირმა? აი მე დედა რუსეთს როცა მოუნდება, მაშინ არ შემოვა საქართველოში? მე გაღიზიანება უნდა? მოვა არჩევნები დააფიქსირე, შვილო, შენი აზრი, მე ჩემ აზრს ვიტყვი. დავით ქაცარავა, ლევან ხაბეიშვილი და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც დაასახიჭრეს და ალბათ თქვენ ნახავდით მათ სახეებს. სიკვდილის პირას იყო მიყვანილი სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც ჩამოვთვალეთ. სასამართლო დარბაზებიდან გამოვდიოდით გოგოები, ნაცემები. წიფოს ქონდა გაფრთხილება, დაიშალეთ. ახალგაზრდები არ არიან დარჩენილი, იმიტომ რომ სამსახურები არ არისო და სად აქვს დასაქმების პერსპექტივა სად არის? მომისმინე, ჩემმა შვილმა მერხი რომ აკეცა, იქედან მოყოლებული ინგა იცი შენ. გიორგის ერთი წუთია, არც ქვეყნიდან გავსულ ვარ. არც სადმე წავსულ ვარ. არა მომნახე საარსებო, არც შვილი მიმეტოვები, არც თქვენ აბოთო ვით საზღვარგარეთ მიდის არ შეიძლება თუ რამე ის ანუ ისე გავსვით ხაზი რომ ქვეყანა არ დაგვიტოვებიაო, რატო რამე არ შეიძლება? ადგილზე მოვიპოვე საარსებო, ჩემი შვილი მუშაობს. და თქვენ გონიათ რომ აქ არის იმდენი რესურსი რომ ქვეყნიდან არ გავიდეს მე მოსახლეობა? არ მჭირდება ქვეყნიდან გასვლა. ხო, მაგრამ ძალიან ბევრს ჭირდება, ორივეს მშობელი ემიგრაციაში ყავს. ზოგს ისე არა მარტო მშობელი. 2012 წლიდან 800.000-ზე მეტი მოქალაქე არის ქვეყნიდან გასული, ემიგრანტი. მოვა დრო, თქვენც დაინახავთ რომ ყველა დაბრუნდება. 14 წელი გავიდა და როდის ბევრი პრობლემა დახვდა მთავრობას, ნანგრევი გახსოვს ეს შენობა? და იმ შენობას რა ის დემონტაჟი კეთდა. 4 წელია დემონტაჟი არისო და სკოლაში ბავშვები ვერ დადიანო. ბევრ სახლში ვიყავით და ყველა არის უკმაყოფილო იმით რომ წყალი არ არის. ფიკი გურიას აქვს ისი. დასალევად არ ვარგაო, ჭები გვაქვს და ჭაც შრებაო ზაფხულობითო. 21 კომუნისტების დროსაც არ ქონიეთ. კომუნისტების დროს ვადარებთ ახლა 21 საუკუნეებს. ჩვენ ვეძებთ სიმართლეს. თუ რაღაცა კეთდება, ჩვენ გვაქვს თვალები და ამას დავინახავთ. დაიმახსოვროთ. საქართველოში, საქართველოსთვის, ხედავთ საუკეთესო მომავალს ევროპიდან. გამარჯობა. როგორ ხართ? მადლობა. კარგად ვინაი. მიწა სამუშაობდით ამ წამს. კი, სიმინდს ვთესავდი. ჯვირი გიждდებათ? ახლა აგი ისე ხელის ტრაქტორითა და თესილი.
არა უშავს რა და ისე კი აძვირი. რასაც ხარჯავთ ამის მიწაზე, იმის მოგება გაქვთ შემდგომ? მაგრამ თუ არ მუშაობ, მიწის სიმით ვეფს ვერ გაგეთ. აი რა გიჭირთ ყველაზე მეტად სოფელში? რისი პრობლემაა? თუ არის გაზი, წყალი? გაზი არის, წყალი არ გვაქვს. მაგრამ დაგვპირდნენ იქნება. სამუშაო ადგილები არა, მაგრამ ახლა ნუ როგორც ასეთი ვინც არის მგონი სოფელში დარჩენილი დასაქმებულია. თორე პენსიონერები. პენსია ხო? ყველა ვიცით რა პენსია. რაში ყოფნით პენსია? პენსია მე ვმუშაობ ახლა და თან პენსიასთან ერთად არა მიშოს. თორე რაში გეყოფა პენსია არაფერში. ახალგაზრდობა არის? ახალგაზრდობა არა, ძალიან ცოტა. მიზეზი ამის რა არის? ალბათ უმუშევრობა. ახლო უმუშევრობა, ახლოს არა სამუშაო. რაც ვიყავით მოსახლეობაში, შეხვდით სოფლებში ვიყავით და ყველაზე მეტად ჭირს წყალი და სუპერმარკეტი არ არის. ხო, მაგით მართალია, არა. ჩვენთან ახლა მაგათად ერმელტაური პური რომ დაგჭირდეს, ვერ გაყვალ უცხად ვერ იყიდ. და სად მიდიხართ პურის აკიდლად? ახლა ზოგი სახში აცხობს. უმეტესობა ვინც არის სახში, ხო, ქვილს ყიდლობენ და აცხობენ. მანდარინი თხილი გააქვთ? რა გინდა მაქვს თხილი ეგრე, გადაღმარა მხელა თხილი. აქ წინ ქსულ თხილი იყო. რომ ნახოთ შეიძლება რა შემოვიდე? თხილი იყო, კი მოგზად. აქ სულ თხილი იყო. მოვლა უნდა საკმაოდ ჩვენ სამეგრელოში რო გვაქვს იმდენი მოვლა უნდა, რავი, მაგის ამოტანა რთულია. ძალიან ლამაზი ბაღი გაქვთ. ხო, აი მანდარინა ისეა ჩვენთვის რა, ოჯახში რომ გასაკიდად გქონდათ მანდარინიან თხილი? მე არა. ახლა რაცა ცოტა კარტოფილი, ცოტა ლობიო, აგერ ვენახი გააშენა შვილმა. ამას მარტო უვლით თუ შვილთან არა, ბიჭთან ერთად, შვილია, ბიჭია, მუშაობს, მაგით 3 დღეს მუშაობს, 3 დღეს სახშია და ერთად ვართ აგერ. სახლის შენებლობაც დევიწყეთ ახალის და რა ვიცი, ღმერთმა მეუღლე 2 წელია გადამეცვალა. გოგოები გათხოვილია, ყველა დაოჯახებულია და ბიჭის იმედად ხარ. ხო, ბიჭის იმედად. მე ვარ ჩემი ხელისუფლება. შემეძლო ძროხების ვყავდა, ყურების ვყავდა, მანამდე მეუღლე ვყავდა, მეხმარებოდა, იმიტომ რომ მუშაობ მე და ამცალია და ახლა რა ვიცი მე, მაგრამ გლეხს უნდა ხელშეწყობა. ხო, გლეხს უნდა. როდის ამოვიდა ხელისუფლება? მე არ დამინახიან და რავი რა გითხრათ. მე მუშაობ ისედაც არ ვარ სახლში, მაგრამ არჩევნების დროსაც ისე ძირითადად გამოჩენ. ყველაზე ხშირი პასუხი ეს არის არჩევნების წინა პერიოდში დადიანო. სახლში ვინდა ვინ ცხოვრობთ? მე, ჩემი შვილები, დედამთილი და მამამთილი. სოფლის მეურნეობა თუ გაქვთ? კი. რა? თხილი, კარტოფილი, სიმინდი. ხო, თხილზე თქვენს პრობლემები იყო. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? გამხმარია უკვე. ხო. ბატონო? თუ ცხოვრობ ჩვენ დახმართ, ჩვენი ძალებით ცხოვრობ, თავრობის დახმარება ნახდათ არ გვაქვს და არ გვაქვს იმედი. არ გაქვთ იმედი. 14 წელია უიმედობაში ხართ თუ ბოლო პერიოდში შემოგეპარათ? ესე ვიყავით ჩვენ სულ ჩვენი თავის იმედით. როგორ უყურებთ თქვენ საქართველოს მომავალს? დიდი კმაყოფილება არ აქვს, ფასების აშენელი რა თქმა უნდა. ყველას მაგის პრობლემა აქვს ახლა. მე ახლა შვილები მყავს. უბრალოდ მყავს, მე 9 კლასში გადავა. ნახოთ რა იქნება. ძალიან გართულდა ახლა სტუდენტები ვისაც ყავს, რავი, დღეღამეში გამოვენ რომ საუკეთესო მომავალი ქონდეთ მათ შვილებს. ყველა მაგისთვის რომ ხო, ემიგრაცია მაინც საჭიროა. მიიღეთ 5 მილიონი 2012 წელს ქონდა სოფელმა. ჩვენ მაგას ვინ გაგვაგებინებს თუ გინდაც მიიღონ. სოფელში ვინ მე არ შემოიტანს მაგას. ბიზნესმენებმა ხო დახვილი. აი. ფაბრიკები სესხი ხომ არის აქვს? კი. ყველა მეორე ადამიანს აქვს სესხი, ახლა ვის ოჯახში უნდა მეხვიდე, მე გითხრას რომ ბანკი, იმიტომ რომ ისე ვერაფერს ვერ გააკეთებ. უნდა შეიცვალოს თავობა. რუსთაველის პროტესტს თუ ადევნებთ თვალს? კი, როგორ არ ვადევნებდი. ის ფიქრობთ დაჭერილ ახალგაზრდებზე, ქალბატონებზე. რასაც ყველა იმას ფიქრობთ მეც. არ უნდა იჭერს, ხალხი არის გამოსული იმისთვის ქუჩაში, რომ უჭირს ადამიანს. იქ მაგალითად ახლა აქ არა, აქ ადამიანი, აქ არ თუ მუშაობ არ გაგიჭირდება, მაგალითად სოფელია და ყველანაირად კირჩენ თავს. ქალაქში რთულია, ბიბიური გაჭირვებული ადამიანი მინახია ქალაქში. ნაგვისრონებთან 4 წელი ვიცხოვრე და ქირა არის აშენელი რა თქმა უნდა გადასახლელი, ყველა სტუდენტებს, თქვენს თუ სტუდენტები ხართ, კი გეცოდინებათ. ასპინძელო!
და ხო არა ხوار გაბრაზდება მათ. როგორია სოფლის ცხოვრება? ხილი ქონდა და გაგვიხმადა. დიდი შემოსავალი არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად გაგვაქვს თავი. ხილის ფასი როგორია? ახლობით 3 ლარიდან იწყება, მაგრამ ხარისხი არ ვარ გათხრით. კარგი თუ ეგ 3 ლარი თქვენთვის კაი ფასია? რასაც ვაკამდე ხარჯავთ? 3 ლარი არ იქნება კაი ფასი, საიდან იქნება, იმიტომ რომ შრომატევადია. შრომატევადია. ანუ მუშარო დაიქირა უსპადა, მეიყვანო ხარჯის ვერასწორებს. აი რო გაგიხმათ, რამე თუ დაგეხმარნენ? არა, არა. გამგეობიდან ან თავრობიდან. არა, იყო რაღაცები აზოტებს და იმას არიგებდნენ. მე წელს გაჩერდა. ამ სოფელში და სხვა სოფლებშიც წყლის პრობლემა არის. ეს პრობლემა გვაქვს, მაგრამ ჭებიც არის, მაგრამ შრება ზაფხულობით. ახლა რო 5 ოჯახი გვაქვს, რაცა წყაროწყალი მოდის, არ ყოფნის, ფიზიკურად არ ყოფნის. რაცა გვირდებიან მოვიყვანთო, მაგრამ რა ვიცი, გვაქვს იმედები და ნახოთ როგორ. იმ აგდროს ასაკეთებთ საფხულში რო წყალი შრება, ჭაშრება. 5 ოჯახს მით უმეტეს. რა ვიცი, რაღაცნაირად გაგვაქვს თავი, იმისათვის ახლა დღეში თუ გჭირდება მაგალითად 500 ლიტრი წყალი, 100 ლიტრს ყოფნის რა, ანუ უნდა იკმაროთ ასე. უნდა იკმარო, სხვანაირად არ არის. არც მდინარე არა ახლოს, რომ სადმე სარაცხის ან რაღაცა ისა მოიტანო. ახალგაზრდები თუ არიან სოფელში? კი, საკმაოდ არის. დასაქმებულები. დასაქმებულები არა, ახლა მაგდა ბიჭები, რაცა სოფელში ყველა თურქეთში მიდის, მაგრამ ანუ საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ მიდის, რაც ჩაის თემაზე როცა ორი კაბიკი შეიძინოს. არა, პირობიდან მაგიტომ მიდის, ახლა სამუშაო იყოს, თურქეთში კაც რა უნდას, მაგრამ. მოდა აქ ახლა თურქეთში ვანაზღაურება და უშუალოდ 200 ლარი და 800 ლარი იყოს, არავინ არ წავა, ხო? ახალგაზრდები, რომლებიც ციხეში ზიან უკვე წელზე მეტია, წელიწად ნახევარია და მიუსაძეს 7 წელი, 4 წელი. ანუ თავისუფლება უნდა უშუალოდ მაგ ადამიანებს. სამართლიანი არიან ისინი დაჭერილები? სამართლიანად არა, მე მგონი უსამართლობით არიან დაჭერილი. იყო დრო რომ მაგას გვერდში ვიყავი მეც, რომ რამე შემიძლია ხვალად წავიდე იმისათვის, რომ ახალგაზრდების გვერდში ყოველთვის დავდგეთ ყველამ ერთად. თაკო. გამარჯობა, ბავშვებო, როგორ ხართ? აქ არის ხილი, მანდარინი, რა ვიცი, კარტოფილი, ორძენი, რაც სოფელში არის, ეგა რა. თუ იღებთ იმ შედეგს, რამდენ შრომასაც გასწევთ? მე ნორმალურია რა. სოფლის პირობებში, რასაც ხედავთ, ნორმალურია რა. ბერს გაუხმათ ხილი. კი, ახმა. თითქმის 40% გამხმარია რა. მოდიან ისე გამგეობიდან. არა. ესაუბრებიან. არა, არავის არაფერი არ მომკითხია რაცა. საარჩევნო თუ დადიან? საარჩევნოთ კი. კი, მოდიან, ესაუბრებიან. რაღაცებს მაინც. რა არის დაპირებები? დაპირებები რა ვიცი, რაც დაგვირდნენ გააკეთეს და. გზა იყო, გზა გვინდოდა და დაგვირდნენ გაგვიკეთეს. თუმცა სანახევროდ. გაზი იყო, გაგვიკეთეს. წყალი გვინდა ერთი ეგა და დანარჩენი წყალის პრობლემაა რა. რას მეტყვით? იმ ადამიანებზე, იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც დაჭერილები არიან. მე იმას ვიტყოდი, რომ უნდა განთავისუფლდეს ეგ ადამიანები ყველა.ენ თუ არ გავერთიანდით, სხვანაირად არ შეიძლება არაფერი. როგორ ბრძანდებით? კარგად, გაიხარეთ. ახალგაზრდები თუ არიან სოფელში? არა. გახიზნული არიან. მე მაგალითად 3 ბიჭი მყავს. 3-ვე იყვნენ, ერთი იტალიაში იყო, ერთი გერმანიაში იყო, ერთი თურქეთში იყო. 3 წელია ჩამოუსვლილებია ჩვენი ცხოვრება აგია. ამის მიზეზი რა არის? გაჭირვება. გაჭირვება, იმიტომ რომ შემოსავალი არის ნაკლები, გასავალი არის. მე ახლა სოფელში ვცხოვრობ. ჩვენ კარტოფილის გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, კი სოფელში ირჩენ თავს, მაგრამ მაინც შემოსავალი ძირითადი წყარო არის ფულთან დაკავშირებული. 1200 კომლის ცხოვრობს ნასაგირალში. რომ გახვიდეთ ცენტრში, ესე კაცშვილი არავინ არა. დაახლოებით 120 პოლიტპატიმარი არის ციხეში. რას ფიქრობთ, ეს ახალგაზრდები უნდა იყვნენ ციხეში? არა, არავითარ შემთხვევაში. ახალგაზრდებს ეკუთვნის სახელმწიფო, ახალგაზრდებისა არის და ახალგაზრდებმა შთამომავლობამ უნდა იარსებოს და იყოს და იმრავლოს და იხაროს.